ერთხელ ერთი მამაკაცი რესტორანში შევიდა. ძალიან შიოდა. პირველივე კერძი შეუკვეთა და მაგიდას მიუჯდა. გავიდა 10 წუთი, 20, მაგრამ კერძი არ მოიტანეს. ამ დროს გვერდზე მაგიდას ხმაურიანი კამპანია მიუსხდა. სიცილითა და მხიარული განწყობით შეუკვეთეს და ძალიან მალევე მიიღეს სასურველი კერძი. მიირთმევდნენ და მხიარულად მუსაიფობდნენ. მამაკაცი უყურებდა ამ სცენას და მისი დუღილის გრადუსი მაღლა და მაღლა იწევდა. ისეთი მშიერი იყო და მაინც ამდენს ალოდინებდნენ. ამ ხალხს კი ეგრევე მოუტანეს. ხანგრძლივი შინაგანი მძინვარების შემდეგ კაცმა მიმტანი მოიხმო და ყველაფერი გამოთქვა, რასაც გრძნობდა. მიმტანმა მშვიდად მოусმინა და უპასუხა: იცით, ამ ახალგაზრდებმა ძალიან მარტივი კერძი შეუკვეთეს. ეს კერძი მათთვის დამხმარე პრაქტიკანტებმა მოამზადეს, ხოლო თქვენი კერძი განსაკუთრებულია. მეტი დრო სჭირდება და მას თავად შეფ-პოვარი ამზადებს. მერწმუნეთ, იმედი არ გაგიცრუვდებათ. მანამდე კი ნება მომეცით ფორთოხლის წვენი შემოგთავაზოთ. წვენი ამშვიდებს. აი ცოტა ხანით და სამზარეულოს კარი გაიღო. კერძი თავად შეფ-პოვარს მოაქვს, სახეზე ღიმილით. კერძი არაჩვეულებრივად გამოიყურება. საოცარი სურნელი აქვს. მთელი დარბაზი მას უყურებს. ის მხიარული კამპანიაც კი გაირინდა. აქ კი მამაკაცმა შეფ-პოვარი იცნო. ის მისი დიდი ხნის უნახავი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. მან მაქსიმუმი გააკეთა, რათა ძველი მეგობრისთვის ესიამოვნებინა. ხშირად ღმერთზე ვბრაზობთ. ვატრიალებთ თავში 1000 გვარ ფიქრსა და უკმაყოფილებას. ეს როგორ? ღმერთი ამას ეხმარება, იმას ეხმარება. მე კი დამივიწყა. ძვირფასო მეგობარო, ღმერთი არავის ივიწყებს. ყველაფერი იცის და ახსოვ ხარ. ის შენ საუკეთესოს გიმზადებს, რადგან შენს საჭიროებას გამოუცდილ პრაქტიკანტებს ვერ მიანდობს. ამას თავად გააკეთებს და მერწმუნე, თავადვე მოგართმევს ამ კერძს და აუცილებლად თავის დროზე. ეს კი იმდანად არაჩვეულებრივი იქნება, რომ ირგვლივ ყველა დადუმდება და შენ შემოგხედავს. მანამდე კი შეეშვი თვითგვემას. ფორთოხლის წვენი მიირთვი, წვენი ამშვიდებს.